როგორც რეალობა გვიჩვენებს, კანალიზაციაში შეიძლება შეგხვდეთ ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც სხვადასხვა გზებით მოხვდნენ იქ. ლეგენდები იმაზე, თუ რა შეიძლება იმალებოდეს ცივილიზაციის ჩამდინარე წყლებში, მსოფლიოს აღელვებს უკვე არაერთი ათწლეულია. ქალაქის სიღრმეებში აღმოჩენილი საოცრებები ეჭვების ცეცხლზე კიდევ უფრო ასხავს ნავთს. დღეს ამ ვიდეოში მინდა წარმოგიდგინოთ კანალიზაციაში ნაპოვნი ყველაზე უცნაური ნივთები. მაგრამ სანამ ვიდეოს დავიწყებთ, მინდა გაცნობოთ, რომ შევქმენი კიდევ ერთი არხი ანალოგიური კონტენტით. არხის ლინკი იქნება აღწერაში. ახლა კი დავიწყოთ. ალიგატორი 2006 წელს ტეხასში აღმოჩენილი იქნა 600 კილოგრამიანი 1 მეტრი სიგანის ალიგატორი. ის გაჭედილი იყო საკანალიზაციო მილში. ალიგატორი იმდენად დიდი იყო, რომ მილის შიგნით განძრევაც კი არ შეეძლო. დინოზავრი ეს გაქვავებული დინოზავრი დაახლოებით 70 მილიონი წლისაა. 2010 წელს ის ნახეს საკანალიზაციო გვირაბში კანადაში. მოგვიანებით ალბერტის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა დაადასტურა, რომ დინოზავრის გაქვავებული ძვალი ეკუთვნოდა ტირანოზავრის შორეულ ნათესავს. ბალახი შტატ ვაშინგტონში მავანმა სავარაუდოდ იჩქარა მაკომპრომიტირებელის უტილიზირება მცენარის თესლი ჩარეცხა უნიტაზში. ის რაც შემდეგ მოხდა თითქმის დაუჯერებელია. ის კანალიზაციის შიგნით გაღვივდა და გაიზარდა. ძროხა ფიჯის არქიპელაგზე კანალიზაციის ჭაში აღმოაჩინეს ძროხა. ბავშვი ჩინეთში 2013 წელს კანალიზაციის მილში გაჭედილი ახალშობილი იქნა აღმოჩენილი. სავარაუდოდ შვილის 22 წლის დედა წავიდა საპირფარეშოში მაშინ, როდესაც ტკივილი იგრძნო მუცელში. შემდეგ კი ბავშვი ჩასრიალდა კანალიზაციის მილში. ბავშვი მხოლოდ სასწაულის წყალობით გადარჩა. ცხიმის გიგანტური საცობი 2014 წელს ლონდონის დასავლეთ ნაწილში 80 მეტრ სიმაღლეზე ნაპოვნი იქნა Boeing 747-ის ზომის ფედბერგი. ფედბერგი შედგება ცხელი თხევადი საკვების ზეთისგან, რომელიც ჩაედინება კანალიზაციაში. როცა ცხელი ზეთი კანალიზაციის ცივ წყალში ხვდება, ცხიმი მყარდება. ოქრო ძნელი წარმოსადგენია, რომ კანალიზაციის წყლები შეიძლება არც ისე ამაზრზენი იყოს. ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით საკანალიზაციო ობიექტის დამთვალიერებლებმა სხვაგვარად ჩათვალეს. 2009 წელს იაპონიის ქალაქის კანალიზაციაში აღმოაჩინეს რამოდენიმე კილოგრამი ოქრო. ლეკვები ტაილანდში გაიგონა, რომ მამაკაცმა პატარა ლეკვების ყეფის ხმა დაუყოვნებლივ საშველად გაემართა. მან კანალიზაციაში თითქმის 100 მეტრი იხოხა და გადაარჩინა საყვარელი ლეკვები. ხელყუმბარა ლონდონის ცენტრთან ახლოს კანალიზაციაში აღმოაჩინეს ხელყუმბარა. ინჟინერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ლონდონის კანალიზაციის სამსახურის ჯგუფს, იპოვა რა ხელყუმბარა მოგვიანებით მიმართა პოლიციას. პოლიციელმა კი უპასუხა, რომ მას სინამდვილეში საერთოდ არ აინტერესებს, როგორ მოხდა ხელყუმბარა კანალიზაციაში. მინი კუპერი ავტომანქანა მინი კუპერის ნახევარი ნაპოვნი იქნა გაჭედილი ლონდონის საკანალიზაციო მილში. ვერავინ ვერ მიხვდა იქ როგორ აღმოჩნდა მანქანის ეს ნაწილი. ამით კი ეს ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. მადლობა რომ უყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.